მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ვიდრე ჩვენ შემდგომ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენი დღევანდელი ვიქტორინის შეკითხვას, ვრცელია ვიქტორინის შეკითხვა, თქვენ ყურადღებით მოისმინეთ, უნდა დაგვისახელოთ შუა საუკუნეების განთქმული აღმოსავლური ნაწარმოები, რომელიც ქართველი მოღვაწის მიერ ქართულიდან ითარგმნა ბერძნულიდან ლათინურად, ამ გზით ევროპის ყველა ქვეყანაში შეაღწია. სწორი პასუხის შემთხვევაში უნდა დარეკოთ ჩვენი სტუდიის ნომერზე 23778 და მორჯების შემთხვევაში გადმოგეცემოთ საჩუქარი ბუნებრივი საქმე მოციქულთად განმარტებული. წარმოგიდგენთ განთიადის სტუმარს, მანგლელი მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე გახლავთ ჩვენი სტუდიის სტუმარი. დაგლოცეთ მეუფეო. სიყვარულით მოგესალმებით გლოცოთ. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუდიის სტუმარი. მეუფეო, პატრიარქი ოფიციალური ვიზიტით ბრძანდებოდა თურქეთში, ასევე ისტორიულ საქართველოში, მოილოცა ოშკი, იშხანი და ასე შემდეგ. თქვენ ბრძანდებოდით ოფიციალური დელეგაციის წევრი და ძალიან გვინდა რომ შთაბეჭდილებებზე გვიამბოთ და ამ ოფიციალური ვიზიტის შედეგებზე. თუმცა მანამდე ვიცი რომ ანისიც ბრძანდებოდით და იქ მოილოცეთ ქართული ტაძარი, სადაც აღმოჩენილია ფრესკები, აქამდე უცნობი ჩვენთვის ფრესკები და ამით რომ დავიწყოთ საუბარი ამ საკითხით თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ გლოცავთ, მოგესალმებით. ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ვიზიტი მართლაც იყო ისტორიული. და ითქვა და უნდა ითქვას, ყველა ჩვენი უწმინდესი შეხვედრა ვიზიტი ნამდვილად ისტორიული და საოცარი არის და ჩვენ ამას ხედავთ 30 წელია და კიდევ მეტი. მაგრამ ეს შეხვედრები მართლაც მნიშვნელობითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება შემოსაბრუნი ჩვენი ეკლესიის ოფისათვის თურქეთში, დღევანდელ თურქეთში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამაზე ალბათ შემდგომ თუ გექნება საშუალება ვისაუბროთ. დიახ. მაგრამ მინდა რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს შთაბეჭდილება ანისისა თუ შევძელი გადმოვცე, ესა საოცარი, გრანდიოზული ქალაქი შემორჩენილი თავისი გოდოლებით წარმოუდგენელი სიმაღლის, სილამაზის, მოპირკეთების, აუცილებლად უნდა ნახოს ჩვენმა ადამიანმა. იქ არის შიგნით უამრავი ეკლესიის ნაშთი, მრავალი საეკლესიო ნაგებობა და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ანისი იყო ერთ დროს სომხური შირაკის სამეფოს დედაქალაქი და ამის გამო ესე იგი ფიქრობს ჩვენი ხალხი, რომ აქ არ შეიძლება იყოს რაიმე ქართული ნაკვალევი, მაგრამ რაც ჩვენ ნახეთ, რომ ეს არის შეიძლება თქოს, რომ ქართული კულტურის ძეგლების ერთად თავმოყრა. და საქმე ის არის, რომ ანისი თითქმის 500 წელი იყო საქართველოს სახელმწიფო შემადგენლობაში. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი იყო საქართველოს სახელმწიფოსი. და ცხოვრობდნენ თუ არა იქ ქართველები, ეს არის თვითონ ეკლესიის კედლებზეც კი დაწერილი. ორ შემთხვევაში ჩვენ რაც ვნახეთ, იმას მოგახსენებთ. თვითონ როგორც თქვით, აქ არის რამდენიმე საეკლესიო ნაგებობა შემორჩენილი. მთავარი არის ერთ-ერთი კათოლიკონი ქვია, ანუ მთავარი ტაძარი, რომელიც თავის დროს დაუგია სომხეთის მეფე გაგი პირველს და მის მეუღლეს, სადაც შემდგომ დავით აღმაშენებელმა დედოფალი გაახარა, რომ ეს ისევ დააბრუნდა, ისევ აღდგა იქ წიროლოცვა. მაგრამ ამის გარდა არის რაც მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის და ყველასთვის და მე ვფიქრობ საქართველოსთვის მოულოდნელი არის. სულ რამდენიმე დელეგაცია არის იქ ნამყოფი. ჩვენ ნახეთ უბრწყინვალესი ქართული ეკლესია და კიდე სხვა ეკლესიის ნაშთებიც. კერძოდ იქ არის ერთ-ერთი გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელზე აგებული ეკლესია, ეს ერთი ვინმე სევდაგარ დავით საუგია. ეს არის შეიძლება ითქვას, რომ უმშვენიერესი ქართული ეკლესიათა შორის, რაც კი გვაქვს თუნდაც საქართველოში, მათ შორის შესანიშნავად მოხატული ბრწყინვალე ფრესკებით და ჩემთვისაც და ჩვენთვის ალბათ საინტერესო არის, აქ არის გამოხატული სვეტიცხოველი. ერთ-ერთ ფრესკაზე მთავარი ფრესკა არის, ერთ-ერთი მთავარი ფრესკა არის ტაძრისა დასავლეთის მხარეს. ჩვენ გვაქვს საქართველოში სვეტიცხოვლის ვიცით სხვა გამოხატულება, მაგრამ ეს ალბათ ანიში არის ყველაზე ძველი და შეიძლება თქოს ყველაზე სრულყოფილი. აქ არის წმინდა ნინო შესანიშნავად გამოხატული, რომელიც სვეტის წინ დგას. თვითონ ეს სვეტი ჰაერში არის აზიდული ანგელოზების მიერ, ანგელოზები ჩანს. სვეტის ერთ მხარეს არის წმინდა ნინო, ხოლო სვეტის მეორე მხარეს არის წმინდა ნინოს თანამგზავრი ქალების ლოცვა.
და ეს და კუთხეში არის ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე. დაახლოებით რომელ საუკუნეზე მე ვფსაუბრებ თუ არის? ეს არის მე-13 საუკუნე, დაახლოებით მე-13 საუკუნე და როგორც თქვით, ეს არის აი რაც კი გაგვაჩნია ჩვენ სვეტიცხოვლეში ფრესკები, მათ შორის ალბათ ყველაზე ძველი და ყველაზე საუკეთესო. თანაცად შეიძლება ითქვას ძალზე შორს, სადაც ასე ვთქვათ, ჩვენ დღევანდელი ჩვენი გონება ვერც კი წარმოიდგენს, რომ ეს ოდესმე იყო ქართველების ქვეყანა, ქართველების საცხოვრისი. ახლა ჩვენ შეიძლება იქ არის კიდევ სხვა მრავალი ფრესკები. ერთი ფრესკა სიუჟეტურად უკავშირდება მეორეს, ანუ ერთი გამოდის მეორედან. ანუ შეიძლება ითქვას ისტორიული სცენები არის. წმინდანინოს ცხოვრებისა, რეფსემიან მოწამეთა ცხოვრებისა და ასე შემდგომ. მრავალი არის, 10-15 ფრესკა არის ასეთი. და მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთ ფრესკაზე სვეტიცხოვლის წინ ძალზე დიდი გამხატულება უნდა იყოს მეფე მირიანის ნადირობა. ეს არის მეფე ჩანს თავისი მხედრებით, რომლებიც ნადირობენ. შემდგომ ამისა გამხატული არის ანგელოზები, რომლებიც თავის სხივებს უგზავნიან ერთ ადამიანს, რომელიც როგორც ჩანს უნდა იყოს ალბათ დაბრუნებული მეფე მირიანის თვალის ახელა შეიძლება იყოს და მეორე სხივს უგზავნიან ანგელოზების და ხალხის ჯგუფს. ასე რომ აქ უამრავი ფრესკა არის გამოხატული და ესე იგი შთაბეჭდილება არის უზარმაზარი. მე ვფიქრობ, რომ საჭირო არის, რომ საქართველოსთან ან კულტურის სამინისტროსთან და საპატრიარქოსთან ერთად ალბათ ისტორიის ინსტიტუტი, მუზეუმები აუცილებელი არის ანიში დიდი რაღაც ექსპედიციის გაგზავნა, რომ ეს იყოს შესწავლილი. აქ არის უამრავი ქართული წარწერა, უამრავი. ახლა ჩვენ ვეცადეთ, რა თქმა უნდა, სხვა ფოტოაპარატით, საშუალებებით გადაგვეღო ესა, მაგრამ რა თქმა უნდა და გადავიღეთ კიდევაც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა საგანგებო ექსპედიციის ჩასვლა. მე უფრო უშუალოდ ვიცით, რომ დაუბრუნდეთ მისი უწმინდესობა, როგორც თქვით, ბრუნდებოდა ანკარაში ახდით, რომელ ოფიციალურ პირებთან გაიმართა შეხვედრა, რაზე გამახვილდა ყურადღება? კი, მოგახსენოთ ახლა, მაგრამ იქამდე არის დამთავრებ. თუ შეიძლება. ესე იგი, აქ არის მეორე ტაძარი, რომელიც ეს თვითონ ანისი მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანეს რუსის ჯარებმა და საშუალება ჰქონდათ, რომ გაგზავნილიყო ექსპედიცია, ნიკო მარი იყო ჩასული 1910 წელს და მან იქ აღმოაჩინა სხვა ტაძარზეა საუბარი, რომლის მხოლოდ ნანგრევი არის უზარმაზარი წარწერა, ძალზე დიდი წარწერა, რომელიც მოიცავდა მთელ კედელს. აქ არის წარწერაში, რომ აქ ქართლის კათოლიკოსი ეტიფანე იყო ჩასული ანიში და მან იქ ეკლესიები აკურთხა, ანისის ეკლესიები. და ესე იგი იქ არის ნახსენები ამ წარწერაში, რომ სამღვდელოება მრავლობით ანისის სამღვდელოება მრავლობით რისკში და წერს პირდაპირ, რომ თქვენ ანელნო ქართველ ანისის მკვიდრნო ქართველ, ანუ მკვიდრი ანისისა. და ჩვენთან ესე იგი ეს კომენტარი ერთი ეს არ გამოხსნეს თავის დროზე, რატომღაც დამალეს ეს უზარმაზარი ქართული წარწერა. იმიტომ რომ გეძებდნენ მაინც სომხურ ნაშთებს და უფრო მეტი ქართული დღესაც კი მეტი ქართული ნაშთები ანიში, აი დღესაც. აი რამდენი გადარჩენილი ეკლესია თითქმის ყველა არის ქართული, გარდა კათოლიკონისა. აი ანიში დღესაც. დიახ. იმიტომ რომ სხვაგანაც არის ეს მოხატული სხვა ტაძრები, თქვენ მოგახსენებთ რომ ესე იგი მონოფიზიტები ტაძრებს თითქმის არ ხატავდნენ. ასე რომ ქართული წარწერებით და ეს უზარმაზარი ქართული წარწერა და მაშინ ამბობდნენ, არ ვიცი დრო თუ გვაქვს, მაინც ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი. ძალიან დიახ. რომ ესე იგი ესენია ეთნიკური ქართველები კი არ იყვნენო, არამედ იყვნენო სომხები, რომლებიც მიიღესო ქალკედონური სარწმუნოებაო. თითქოს ანიში ქართველები კი არ ცხოვრობდნენ, არამედ ეს ნიკო მარმა და მე შემდგომ თელმა მე-20 საუკუნეში ყველა მეორებდნენ ზედიზედ და წარწერაში პირდაპირ წერეს არიან ქართველები და საერთოდ აქ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს ქართველების, იმიტომ რომ თვითონ ანისი, როცა ბიზანტიამ დაიპყრო მე-11 საუკუნეში, შექმნა ანისისა და არზრუმის ცენტრებით თემი, ანუ ოლქი, გუბერნია, რომელსაც ერქვა იბერიის თემი, ანუ ანისი იყო იბერიის ბიზანტიური თემის დედაქალაქი. იბერიის დედაქალაქი იყო თავის დროზე ანისი. და რა თქმა უნდა, იბერიის დედაქალაქი, ანუ იბერიის თემის ფემას დედაქალაქი ვერ გახდებოდა თუ არ იქნებოდნენ ქართველები. და საერთოდ უნდა ითქვას, ეს არის არაქსის ხეობა, არაქსის ხეობაში ჯერ კიდე ქსენოფონტემ ქრისტეშობამდე დაახლოებით 400 წლით ადრე ნახა ქართული ტომები, ფასიანები და ხალდები. ასე რომ ეს იყო ქართული ქვეყანა, თავის დროზე სწორედ ძირძველი მოსახლეობა აქ იყო ქართული და შემდგომ სხვები მოვიდნენ. ვინც არ უნდა იყოს ის, თავდაპირველად ეს იყო ქართული მოსახლეობა
რომლებიც აქ დარჩნენ საუკუნეების მანძილზე, ამას მოითითებს ის, რომ აქ იყო იბერიის თემი, სწორედ ანისი იყო დედაქალაქი და ჩვენი უწმინდესი კათოლიკოს პატრიარქი კირიონი ამბობდა, რომ ეს იყო თავდაპირველი იბერია, ძველი იბერია, არიან ქართლის ნაწილი, რომელმაც თავის დროზე მიიღო საეკლესიო ავტოკეფალიაც კი. ასე რომ ანისი არის შეიძლება თქვას ქართველების ქალაქი და მე მგონი საქართველოს უნდა დაინტერესდეს. დიახ, და იმედია უფრო მეტი ყურადღებები ექნება ანისის ქართული წარწერებია და იქ რომ მას დავაფიქსიროთ, დღეს არის ამ საშუალება, თუნდაც ეს წარწერები. დიახ. მეუფეო, აი რაც შეეხება ოფიციალურ ვიზიტს თურქეთში. პატრიარქი შეხვდა, როგორც ვიცით, თურქეთის რელიგიათა სამმართველოს თავმჯდომარეს. დიახ, თქვენ წახდით შეხვედრაზე და რაც შეეხო საუბარი, ვთქვათ, რა კონკრეტული შედეგები იქნება. ესეც რა, მაინც ახლა ჯანს საქართველოში ვარ, დიდი მადლობა. ზანეთ, ესე იგი, ალბათ შეიძლება ითქვას უკვე რაღაც სახში ვართ, ასე ვთქვათ, უფრო შინაური საუბარი. როგორც ჩანს, მას გაგონილი ქონდა ჩვენი ფსევდო ლიბერალების მიერ მთელ მსოფლიოში გავრცელებული თავსაზრისი ამ ბატონს, რომ საქართველოში, ასე ვთქვათ, მუსულმანებს რელიგიურად დევნიან, ავიწროებენ, ჩაგრავენ და ესე ვთქვათ, მან დაიწყო საუბარი. პირდაპირ რა თქმა უნდა არ უთქვია, ესაა ძალიან დიდებული წყნარი ადამიანი და ესე იგი ეს ამბობდა, რომ აი ყველა თეორიებში ყველა რელიგიას უნდა მიეცეს თავისუფალი მოქმედების საშუალება, ყველა ადამიანს უნდა კონდეს გამოხატოს თავის რელიგიური მწამსი და ასე შემდგომ. და როცა ჩვენმა და მივიდა ბოლოს საქართველომდე და როცა ჩვენმა დელეგაციის წევრებმა უთხარით, რომ ესე იგი საქართველოში 9 მილიონზე ცოტა მეტი მუსულმანი ცხოვრობს, რომელთაც აქვს 311 მოქმედი მეჩეთი, 2 უმაღლესი მუსულმანური სასწავლებელი, საშუალო სკოლები, უამრავი ბაღები და საბავშვო დაწესებულებები, ჟურნალები, გაზეთები და ასე შემდგომ უამრავი საშუალება გაოცდა ეს ადამიანი. ეს იყო სრულებით მოულოდნელი მისთვის. ვერ წარმოიდგინე მაშინ როცა იმაზე უფრო დიდ რაოდენობის ქართველს თურქეთში არ აქვს არც ერთი ანუ აქ იმან თვითონ თქვა მე ჩვენ ხართ 301 და მოთქვა 350 მეჩეთი საქართველოში 350 თვითონ თქვა 350-მდე არც ერთი ჩვენ არ აქვს არავითარი არც საეკლესიო და არც კულტურული არც ამ კუთხით თუ დაისვა საკითხი უფრო დაუშვათ ანალოგიური მოხდეს უწმინდესმა პატრიარქმა სწორედ ეს საკითხები წამოწია წინ და ეს ბატონი მე იყო კიდე საზეიმო ვახშამი, იქაც იყო რა თქმა უნდა, რომ თუნდაც ჩვენს უძველეს ტაძრებში იშხანში და ოშკში შესაძლებელი იქნება, რომ აღდგეს ქართულენოვანი, თუ იქნება ამის საშუალება და ეს თვითონ რესტავრირდება ეს ტაძრები შესაბამისად, აღდგეს ქართულენოვანი წირვა-ლოცვა და ჩვენი სურვილია ასე რომ რაღაც ცენტრები შეიქმნას ქართული სასულიერო კულტურულ საგანმანათლებლო. და უშკი და იშხანის მოილოცეთ უწმინდესთან ერთად და ამ შტაბის დიდებას წესავდა. ახლა მე ადრეც ვიყავი და მთელი საქართველო იქ ალბათ რამყოფია, მაგრამ ჩვენ როცა ჩავედით იქა და ჩავდივართ სხვა დროს, მაინც გძნობთ უცხო გარემოს, უცხო დამოკიდებულებას, მაინც და როცა უწმინდესი პატრიარქი უძანდებოდა, ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო საქართველო. ესე იგი ძალიან უამრავი ქართველიც იყო და შეხვდა უწმინდეს, მაგრამ ისეთი სიხარული, ისეთი შეხვედრა, ისეთი საგალობლები, ისეთი ურთიერთობები იყო, რომ ეს იყო ბუნებრივი საქართველოს ნაწილი. ესე უწმინდესმა ვფიქრობ თავი მიიტანა საქართველო კი არა, აი საქართველო იყო სწორედ ის ადგილი იმჟამად იმ წუთას. ყოველთვის ხელი გული. თქვენ შეხვდით ლაზებსაც, ხო? მე უფრო პატრიარქი შეხვდა და თქვენ წახდით. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო, როგორც მე მომიყვა მაგალითად ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ახლდა ასევე დელეგაციას და სადილი გაიმართა არდაშენის რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება. აი ლაზების ემოცია და დამოკიდებულება და თქვენი ზმნები. რა თქმა უნდა, ლაზებს აქვთ გზნობა, შორეული გზნობა რომ ესე იგი არიან ჩვენი ნაწილი, მაგრამ მე ვფიქრობ საქართველოს კიდე უფრო ბევრი უნდა იშრომოს, განსაკუთრებით ასე ვთქვათ, თურქეთში მცხოვრები გურჯებისთვისაც. იმიტომ რომ იქ თურქეთში შეიძლება ითქვას, რომ გურჯები არიან მილიონობით, ანუ ქართველები საერთოდ. ლაზებთან ერთად ეს მართლაც დიდი რაოდენობა არის. და ახლა მიეცა საშუალება, ასე ვთქვათ, ყველა ეთნიკურ ჯგუფს თურქეთში, რომ თავის მშობლიურ ენაზე კონდეთ საშუალო განათლება მიიღონ, ყველამ ეს თითქმის გამოიყენა, ქურთებმაც კი საშუალო სკოლები შექმნეს თურქეთში, ეს წარმოუდგენელია.
ლაზებმაც შექმნეს სხვათაშორის კარგია ძალზე. სხვადასხვა ჯგუფებმა სომხებს აქვთ რა თქმა უნდა და ყველა ჯგუფს აქვს და გურჯებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ანუ საქართველოს უნდა დაეხმაროს მათ, ესე იგი ისინი ამბობენ რომ ჩვენ განათლების სამინისტრო არ გვაწვდის პროგრამას, თუ არის საშუალება მე დავთხოვ თქვენი საშუალებით განათლების სამინისტროს რომ ეს საკითხი არის უპირველესი მნიშვნელობის. ამაზე უკეთეს რა უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრო რომ პროგრამა მიაწოდოს თუ კი მართლა ასე არის და პროგრამის გამო ფერხდება ის რომ თუნდაც ერთი ქართული სკოლა იყოს თურქეთში, როცა თურქეთის სახელმწიფო თვითონ აფინანსებს მასწავლებლებს განათლების სისტემას. ალბათ სირცხვილი თუ ჩვენი მხრიდან არის შეფერხება. დიახ, ეს მართლა გასაოცარია. თურქეთში მილიონობით არის ასეთი ადამიანი, რომელიც ითხოვენ უბრალოდ საქართველოს მხარდაჭერას. ლაზები უფრო აქტიურები არიან ამ მხრივ, დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა გამოხატეს. არტაშენი ალბათ არის ფორტუნას ხეობა, მდინარე ფორტუნა არის ესეთი მდინარეა, იტყვით რომ იმერეთის ხეობა გეგონებათ და მე იქ არის შეფენილი სოფლები ახლა მინდა რომ გახსენოთ გამახსენდა და მე უწმინდესთან ერთად ვიყავ მანქანაში და შევახედე რომ სავსე იყო ხალხით ეს სოფლები მთაზე ძალიან რთულად ასე ციცაბო კლდეებზე სოფლები არის და სავსე ამეთქი ხალხით ჩვენთან მეთქი უთხარი ასე თქვა რომ სოფლები დაიცალა მეთქი უწმინდეს და უწმინდესო თქვა ჩვენთანაც შეივსება ჩვენთანაც და უწმინდესმა მაშინ ძალიან რომ აი მე მაქვს პროგრამა და უთხარ და ახლა ალბათ არ ვიცი უხერხული იქნება ჩვენს შესაბამის ორგანოებს რომ რა არის პროგრამა უწმინდესი პატრიარქისა რომ შეივსოს საქართველოს სოფლები. ყოველ შემთხვევაში უწმინდესმა როგორც მაშინ ძალიან ეს უთხრა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირს. ერთმანინებას რომ ეს ესე მოხდა. შეივსოს როგორც არის იქ სავსეა სოფლები სავსეა ხალხით ბავშვებით. დიახ. ჩვენთან სოფლებში ბავშვებს თითქმის აღარ დაინახა ეს ეგზამენი. სამწუხაროდ არ ამორთო ბავშვებს სასრულებიც აღარ არის და ერთმანინებას ესე მოხდა. უღმეს მადლობა მე უკვე მოგზაინებისთვის. კიდევ ერთხელ ხოთ რომ დაგულოცოთ და ერთმანინებას რომ აი სურვილები და ის ყოველ შემთხვევაში საკითხები რომელიც იყო დასმული, მშვიდობით ყველაფერი ჩვენს საკითხად მოგვიწეს. გლოცავ, დიდი მადლობა. ეს სტილობა იყო გრანდიოზული. უღმესი მადლობა. ჩვენი სტუმარი გახლავთ მანგლელი მიტროპოლიტი მეუფე ანანია.